შიკრემში მივიდა და შიკ კაკალგულში თუ რაღაცაში იბერო პირდაპირ გაუდო დედას ხუცავარ ეგრე იყო აი ბიზნესს შეიძლება მაგიდაზე ედოს მაგლაპარაკში არაკლი სპორტი არის პუტინისთვის კატასტროფა პირდაპირ ვარ შეიძლება ნატოს ბაზების წონის კატასტროფა უარესი ფეხის წვერებზე დამდგარიც ნახეთ ოცნება ხო ირანის ელჩთან ამბარაზე იდგნენ ცალფეხზე კი არა უფეხოთ იყვნენ აიშლაკიდებულების საერთოდ მე წარმოდგენაც კი არ მინდა იმისი მე რომ ეთქვა ეთერში ამის მეათედი მაინც რა მოხდებოდა ჩვენ დროს რომ დადგმულიყო ასეთი ვეფხისტყაოსანი რა მოხდებოდა წარმოდგენილი გაქვთ კი ქართული და საპატრიარქო რასიზმი და წარმოდგენილი გაქვთ ბოზი რო არ არის ტინატინი და ესე არ უნდა იქცეოდეს ნაწარმოებში იკითხება თორემ მე კი არ მომიგონია ის სხვა ბოზია ხო როსკი ბოზოდიაც ოქმაირად მოკლევინა მე მაგაზე მაგ წარმოდგენა რომ ფატმანი რო შემოდის შემდეგ მოქმედებაში იქ საერთოდ რა მოხდება იქ უნდა მივიდე უკვე საყურებლად დორბანი ფულს აკეთებს იმიტომ რომ პოლიტიკაში იყოს წარმატებული და ბიძინა პოლიტიკას აკეთებს იმიტომ რომ ფული იშოვოს მეტი ვარამიო ბიძინას კაცი ხო არ არისო ხო არ არისო კი არა არისო ტვინის გადატრიალებაში გვარამია რომელსაც ტელევიზია არ ქონდა როგორ თამაშობდა როლს როცა იმან ვერ ითამაშა ვისაც ორი ტელევიზია ქონდა გახარიებზე საერთოდ პასუხისგაცემაც არ მინდა გილაური საიდან ჩამოვარდა ამ პროცესში და მერე სად გავარდა გილაური versus ხაზარაძე მაინტერესებს რის თქმა შეგვიძლია მოგვიყევი ასე კულტურულად გალათების ისტორია ვინმეს მოეყოლოს რა ბედი ეწია იმ ხალხს ვინც ნიკას კვლელობას გეგმავდა და რა ხდება მაგას არა სიმიც და იმას ვატიბუც მე ვჭამდი ამას რო უყურებდი გადავახვდე 19 ჯერ იმიტომ რომ ჯერ ვერ დავიჯერე თავიდან ის ხალხი არ კითხულობს აბა ომი გინდას იქ არ დაწყებულა არანაირი ომი ნიკა გვარამია და თქვენ რა სიტყვით ამ ეთერში ამაზე არის თურმე ომის დაწყება დამოკიდებული